თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 იანვრის სამდარგემდებაში თელავის მუნიციპალიტეტის გასახორციელებელ ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა პროგრამების დამტკიცების შესახებ ჩვენებაში საუბარს. ალადონი ფიქრია მოხსენებელს. მოგესალმებით. მე წარმოგიდგენთ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის ნომერ 3 დადგენილებაში თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიცირებული პროექტი ეხება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის ნომერ 3 დადგენილებაში თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანას. კერძოდ, ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანის მიზანს წარმოადგენს არსებული სოციალური და ჯანდაცვის ქვეპროგრამების გაუმჯობესება და ახალი ქვეპროგრამების დამატება. ცვლილება ხორციელდება ზამთრის სეზონზე ოჯახების სათხოვით უზრუნველსაყოფად დაფინანსების ქვეპროგრამაში. კერძოდ, მოხდება კომუნალური გადასახადების, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის სუბსიდირება თითოეულ ოჯახზე 100 ლარის ფარგლებში, რომელიც ჩაირიცხება შესაბამისი კომპანიის ანგარიშზე წლის განმავლობაში ერთჯერადად, რაც გაზრდის ქვეპროგრამის მიზნობრიობას. წარმოდგენილი ცვლილების პროექტით გათვალისწინებულია კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის დამატება, რომელიც ითვალისწინებს ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100,000, პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას წელიწადში ერთჯერადად. ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული საქონლის ან და სამუშაოს ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2,000 ლარს. განსაზღვრული საქონლის სამუშაოს ან და თანამდები მომსახურების შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. ცვლილება აგრეთვე ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსებას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ, რა დროსაც ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ცნობა დავალიანების შესახებ მომსახურების დასრულებიდან, ანუ გაწერიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იზრდება ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარების დაფინანსების ლიმიტიც და წელწადში 1500 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1800 ლარი. კოხრეალური იმპლანტის მომხმარებელთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას თითოეულ ბენეფიციარზე 10,000 ლარი, ხოლო წარმოდგენილი ცვლილების პროექტის თანახმად ქვეპროგრამის პრაქტიკაში განხორციელებაზე დაყრდნობით თანადაფინანსების ოდენობა შემცირდება 6,000 ლარამდე. ჯანდაცვის მიმართულებას ემატება აგრეთვე ახალი ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის კურსის დაფინანსებას, რომლის ფარგლებში 7 წლამდე ასაკის ბენეფიციარები დაფინანსდებიან არაუმეტეს 1200 ლარი, ხოლო 7-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები არაუმეტეს 2,400 ლარი. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში ზემოხსენებული ლიმიტის ფარგლებში. ჯანდაცვის მიმართულებას ასევე ემატება მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისთვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამა, რომლის სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში კვარტალურად, ყოველ კვარტალში 300 ლარის ფარგლებში. წარმოდგენილი პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ჯანდაცვის ქვეპროგრამების ფარგლებში დაფინანსების გაცემის წესში ტექნიკური ხასიათის ცვლილების შეტანას, რომლის მიზანია დაფინანსების წესის განსახორციელებელ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და ქვეპროგრამების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ცვლილებების პროექტის დამტკიცება გამოიწვევს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიზნობრივ ზრდას. დიდი მადლობა გადაწყვეტილება, თქვენ ვინ არის წინააღმდეგი?